მოგესალმებით ძვირფასო კუროებო, ეს ვიდეო არის თქვენთვის და თქვენს ქარიზმაზე ვისაუბრებთ დღეს. კურო ზოდიაკოს ძალიან მარტივად შეიძლება ვუწოდოთ სტაბილურობის მთავარი შუქურა დედამიწაზე. ვინაიდან დღევანდელ დღეს, როდესაც ყველაფერი ასე აჩქარებული არის, როდესაც სტაბილურობა თითქოს არსად არ არის, როდესაც თითქოს ხვალინდელ დღეში არავინ არ არის დარწმუნებული, კურო ზოდიაკოს გვერდით ადამიანები გვგრძნობთ, რომ შეიძლება რაღაცას დავეყრდნოთ, შეიძლება ვიღაცას დავეყრდნოთ, შეიძლება რაღაცის იმედი ჯერ კიდევ გქონდეს. ამიტომ რომ კურო ეს არის ის განსაკუთრებული მატერია და მატერიალიზაცია, რაც დედამიწაზე სიმყარეს ინარჩუნებს, რაც დედამიწაზე ღირებულებას ინარჩუნებს. ეს შეიძლება ცოტა ფართოდ ჟღერს, მაგრამ კუროსთვის საერთოდ არ აქვს აზრი დივანიდან, ესე ვთქვათ, ადგეს, თუ ამას კონკრეტული რაიმე შედეგი არ მოხვება. იმის გამო, რომ რაღაცა უბრალოდ სცადოს, კუროს ვერ დააინტერესებს. აბსტრაქცია, ფილოსოფია და გარკვეულად ლამაზი იდეები კუროსთვის არ არის დამაინტერესებელი როგორც ასეთი. მაგრამ ანახე კუროს კომფორტი და ანახე როგორ შეიძლება მან უფრო უკეთესად იცხოვროს რეალურად, შეახე ამ კომფორტს და აქედან გამომდინარე მას უკვე ვეღარ გააჩერებს, სანამ ზუსტად ამ კომფორტის ზონას არ გაიფართოვებს. კურო ზოდიაკოზე ხშირად ვამბობთ, რომ მატერიალისტები არიან. კი, რა თქმა უნდა, კურო ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფულის სიმბოლო, ესე ვთქვათ, მთავარი დოვლათის სიმბოლო. მე ძალიან ხშირად გაუოცები ვარ კუროს გამძლეობას. ვინაიდან კურო თუ ხედავს, რომ მისი ქმედება კონკრეტულ მიზანს ემსახურება, ან კონკრეტული შედეგები უკვე ჩანს, ან კონკრეტული შედეგი გარანტირებულია, მას ვერავინ და ვერაფერი ვერ აჩერებს. შეიძლება ესე ითქვას, რომ თუ მაგალითად კურო სახლს აშენებს, მას თავისი მიზნისათვის შეუძლია ზუსტად დღე და ღამე იშრომოს. ის, რასაც ის აკეთებს, დღითი დღე უფრო თვალსაჩინო, უფრო ხელშესახები, უფრო კომფორტული ხდება. და ეს არის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა კუროსათვის. თუ კი დგება კუროს ცხოვრებაში მომენტი, სადაც შეიძლება ის ცოტა არ იყოს და უგუნებოდ არის, ორიენტირი აქვს დაკარგული, როგორ რანაირად მოიქცეს, აქ შეიძლება დაუსვათ კითხვა კუროს. ვინმე მხوار დააჩქარა, ვინმე სწრაფ შედეგებს ხომ არ სთხოვს. მის სტაბილურ რუტინიზაციას ვინმე ხომ არ უკეთებს უკომპრომისო არჩევანს, რომ უნდა შეიცვალოს. ვისაც კუროს ზოდიაკოსთან ურთიერთობის გამოცდილება გვაქვს, ან კურო ზოდიაკოს გავლენის მქონე ადამიანთან. ჩვენ სავარაუდოდ არაერთხელ დავრჩენილ ვართ გაოცებულები მათ გამძლეობასთან დაკავშირებით და ამავდროულად ზუსტად იმ საკითხთან, რომ რამდენად შეუძლიათ ერთი და იგივე სიტუაციაში ყოფნა იმის გამო, რომ რაიმე ახალი არ დაიწყო. ეხლა კონკრეტულად რო ვთქვათ, რა ხდება აქ. კურო ზოდიაკო, როგორც ვახსენეთ, არის სტაბილურობის და მატერიალიზმის, მატერიალური სამყაროს სიმბოლო. ეს ნიშნავს იმას, რომ რასაც ვაშენებ, რასაც ვქმნი, მე მას ხელით ვეხები. და ეს არის ჩემთვის რეალური მისია, რეალური მიზანი და რეალური სურვილი, რომ ვიარსებ. როდესაც კურო ზოდიაკო შეიძლება იყოს ტოქსიკურ ურთიერთობაში, ან ტოქსიკურ სამსახურში, ტოქსიკურ გარემოში, შეიძლება ხშირად გვინახავს ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ვერ გამოდიან ამ სიტუაციიდან. რატომ? იმიტომ, რომ ქვეცნობიერის დონეზე ავიღებთ ამას, თუ უბრალოდ ცნობიერის დონეზე, კუროსთვის დამთავრება ეს ნიშნავს დანგრევას. ანუ სიტყვა დამთავრება პირდაპირ ნგრევასთან ასოცირდება. და კურო ფაქტიურად ესე რომ წარმოვიდგინოთ, ხატობრივად, ვიზუალურად თუ ფიზიკურად ის აშენებს თავის ცხოვრებას. და ეს არის ზუსტად ის მისი აქილევსის ქუსლი, რომელიც უნდა გაიმაგროს, რომ მოთმინებას სიჯიუტედ არ უნდა გადაექცეს. რას ნიშნავს ეს და როგორ შეიძლება გავმიჯნოთ? მოთმინება ეს არის, როდესაც მე დავრგეხე და მას ვწყავ, იმიტომ რომ ხედავ მის ნაყოფს. მე არ ვჩქარობ, არ ვაჩქარებ ბუნებას, ბუნებას თავისი ციკლი აქვს, ბუნებას თავისი რითმი აქვს. და ვინაიდან კურო საკმაოდ მატერიალური სიმბოლო არის და ბუნებასთან საკმაოდ ახლო მდგარი სიმბოლო არის,
ის არ არის აჩქარებული, ის არ არის დაჩქარებული, ის ამ ბუნებრივ რიტმს პატივსცემს, ამიტომ სჯერა რაც ნელა იზრდება, რაც მყარად იზრდება, რაც უფრო ტემპით მიდის, დინჯი ტემპით, ის უფრო დროში გამოცდილი იქნება და უფრო მეც გაუძლებს. და ზუსტად ეს არის, როდესაც ყურო მოთმინებით უდგება, რა თქმა უნდა, შედეგს ღებულობს, ნაყოფს აიღებს. ხოლო სიჯიუტე არის იქ, როდესაც ყურო გამხმარ ხეს. ეს მეტაფორულად რო ავიღოთ, იქნება ურთიერთობა, საქმიანობა, მოღვაწეობა კონკრეტულ სფეროში. აი ამ გამხმარ ხეს, როდესაც უსხავს წყალს, რომელიც ფაქტურად ვეღარ გაცოცხლდება და პირიქით უფრო ალპობ და ალპობ აი ამ ძირს. ეს არის დროის დაკარგვა. ყუროსთვის ერთ-ერთი გამოწვევა არის, რა თქმა უნდა, სიყვარული და მიჯაჭვულობა გამიჯნოს. გამიჯნოს ზრუნვა და მესაკუთრეობა ერთმანეთისაგან. ყუროს აქვს ამისი კურთხევა, ესე ვთქვათ, სამყაროსაგან, რომ იყოს ნაყოფიერი, რომ ის, რასაც ხელს მოკიდებს, გულით ხელს მოკიდებს, ხომ? მან მონეტიზირება გააკეთოს ამ საქმის, ვინაიდან ერთ-ერთი მთავარი ენერგია ფული ზუსტად ყურო ზოდიაქოს მიხედვით იმართება. მაგრამ აქ არის ზუსტად საზღური იმის, რომ ყუროს იმდენად უნდა სტაბილურობის და დაცულობის შექმნა, როგორც თავისთვის, ასევე თავისი ოჯახისათვის ან თავისთვის მნიშვნელოვანი ადამიანისათვის, რომ შეიძლება დაავიწყდეს სხვისთვის გაზიარება, სხვისთვის განაწილება. და აქ უკვე ყურო კეტავს ენერგიის ცირკულირების პრინციპს. როგორც ვამბობთ ხოლმე ძალიან მარტივად, თუ სახლი ნივთებით გაავსე, აღარ არის ადგილი იქ რაიმე ახალი დადო, ან რამე ახალი შემოიტანო. ამიტომ არის, რომ ენერგიის ცირკულირება ფაქტიურად ეკვივალენტი არის ის, რომ სამყარო უკვე ახალ შესაძლებლობებს, თუნდაც ახალ ნივთებს გთავაზობს. ძალიან ესე მეტაფორულად რო ავიღოთ. და ადამიანები ხშირად ხუმრობენ ხოლმე ყუროებზე, რომ ყუროს თეთრი ფული ყოველთვისაა გადანახული შავი დღისათვის. ყუროების ერთ-ერთი განსაკუთრებული ქარიზმა არის საიმედოობა. ყუროს, როდესაც სამსახურში იყვანენ მაგალითად ხომ, ეს ადამიანი უნდა გაანაწილო იქ, სადაც აუჩქარებელი მუშაობაა საჭირო, სადაც დაკვირვებაა საჭირო და სადაც ხარისხის მაღალი დონე არის საჭირო. თვითონ ყუროს ძალიან შეესაბამება ზუსტად ისეთი დარგები, სადაც მას არავინ არ აჩქარებს. ყუროსათვის არ არის დიდად რეკომენდირებული, რომ გააკეთოს ბევრი, დააჩქარო, ან კიდე რამოდენიმე საკითხზე გადაუნაწილო თავისი დრო და ენერგია, თუ ეს ხელმძღვანელს ეხება. მისთვის არის მნიშვნელოვანი და თუ გვინდა, რომ ყუროსაგან განსაკუთრებული ეფექტი და შედეგი მივიღოთ, უნდა მისზე ერთი კონკრეტული დავალება და ამ დავალებაზე იყოს ის მუდმივად კონცენტრირებული და ორიენტირებული. დამერწმუნეთ, რომ იქ, სადაც ყურო არის, შეიძლება მეორე და მესამე ადამიანი უკვე აღარც დაგჭირდეთ. წარმატებას და კარიერულ რეალიზებას განსაკუთრებით შეიძლება ყუროებმა მიაღწიონ ფინანსურ მატერიალურ სფეროში. სადაც უძრავი ქონება არის, ახლის მშენებლობა არის, დიზაინერები შეიძლება იყვნენ ძალიან კარგი, როგორც ტანისამოსის, ასევე ლანდშაფტის დიზაინერი, სახლის დიზაინერი, ინტერიერი, ექსტერიერი, ყველად არ ამბობენ, კარგი გურმანები არიან. ნამდვილად კარგი გურმანები არიან, იმიტომ რომ თვითონაც შეუძლიათ საკმაოდ ესე ვთქვათ, კულინარიული სასწაულები ჩაიდინონ და ამავდროულად სხვისი გაკეთებულიც რომ პროფესიონალურად შეაფასონ, ესეც საკმაოდ კარგად გამოსდით. ყუროს შეუძლია გასტრონომიაში საკმაოდ მაღალ საფეხურებს და მაღალ სტატუსს მიაღწიოს, როგორც შეიძლება იყოს მაგალითად ბიზნესი კონკრეტულად, რომელიც სურსათის სფეროს უკავშირდება, შეიძლება იყოს ზუსტად სარესტორნო ბიზნესი და ერთ-ერთი საკმაოდ ძლიერი თვისება, რაც გააჩნია ყუროს და შეიძლება ეს მის ქარიზმათაც დავასახელოთ, ის არასდროს არ ჩერდება შუა გზაზე და ამავდროულად არც მიგატოვებს ამ შუა გზაზე. ის არ დაკარგავს ინტერესს იმ საკითხის მიმართ, რითაც ერთხელ უკვე დაინტერესდა. ამიტომ არიან ყუროები საკმაოდ კარგი საყრდენები. ის, რაც ერთხელ აინთო ყუროში, ის შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე აღარ ჩაქრეს. ყუროსთვის მნიშვნელოვანი არის გააცნობიეროს ამავდროულად, რომ ნივთები არ უნდა ფლობდნენ მას, არამედ ის არის ნივთების მფლობელი. შაბათი ადამიანისათვის
და არა ადამიანი შაბათისათვის. კურო ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტაქტილური და კინესტიკური ადამიანი. კურო ეს არის ადამიანი, რომელიც შეხებით შეიგრძნობს დედამიწას და სამყაროს. ტანისამოსის ხარისხიდან დაწყებული, როგორი სუნელი აქვს საკვებს მაგალითად. ხარისხი ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი კუროსათვის. ამიტომ თუ რამის ყიდვას აპირებთ მისთვის, ეს შეიძლება არ იყოს ბრენდი, მაგრამ იყოს ხარისხიანი, მაგრამ იყოს გამძლე. კურო აფასებს ზუსტად საჩუქარს თუნდაც იმითი, რამდენად შეიძლება დროში გამოადგეს ეს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი თვისება, რაც კუროებს გააჩნიათ, შეიძლება ამ წინადადებით გამოვთქვათ, რომ მე არა ვარ საკმარისად მდიდარი, რომ იაფი ნივთი ვიყიდო. ეს ზუსტად ნიშნავს იმას, რომ კუროს ესმის, ხედავს და გრძნობს, რამდენად მნიშვნელოვანი არის ამ ცხოვრებაში ხარისხი, ამ ცხოვრებაში გამძლეობა. ცნობილი კუროების რიგს მიეკუთვნებიან ფროიდი, ჩაიკოვსკი, ელიზაბეთ მეორე, ადელი, ოდრი ჰეპბერნი და შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანები თავიანთი სფეროს საკმაოდ ფუნდამენტური წარმომადგენლები არიან, ის რაც ზუსტად ახასიათებს კუროს. და შეიძლება თქვათ, რომ ფროიდი არის ფსიქოლოგიაში, ფსიქოლოგია უკავშირდება უფრო მეტად წყლის ნიშნებს, მაგრამ აქ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი რა. ფროიდი დღესდღეობით არის ფსიქოლოგიის მამად წოდებული. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი კრიტიკა მოყვა მის სწავლებას, დღემდე მისი მთავარი პოსტულატები რჩება აქტიური ფსიქოლოგიაში. თუ განვიხილავთ მას როგორც კუროს, შეიძლება ითქვას, რომ შექმნა მან საკმაოდ ძლიერი საძირკველი, ან საკმაოდ ნაყოფიერი ნიადაგი, სადაც შემდგომ უკვე პირველ რიგში დაშენდა და აშენდა და დღემდე შენდება ფსიქოლოგია, თავისი მიმართულებებით, თავისი ტექნიკებით და ამავდროულად შეიძლება ითქვას, რომ ის რაც დაითესა ფროიდის მიერ მომზადებულ ნოყიერ ნიადაგზე, დღემდე არის ნაყოფის მომცემი. ამიტომ ეს ერთგვარად საკმაოდ აქტუალურად და საკმაოდ ფართოდ თვალსაჩინოდ მიანიშნებს კუროების ნაყოფიერების სიმბოლოზე. ელიზაბეთ მეორე კი, როგორც უახლოესი ისტორიიდან გამომდინარე შეიძლება ვიმსჯელოთ, იქცა არა უბრალოდ სახელმწიფოებრიობის სტაბილურობად, ან სახელმწიფო სტაბილურობად, არამედ მონარქიის ურყევ სტაბილურ ღირებულ ძალად, ღირებულ სიმბოლოდ. ოდრი ჰეპბერნი კი არის ადამიანი, რომელიც კუროს ზოდიაქოს წარმომადგენლებისათვის ნამდვილად ერთ-ერთ საამაყო პერსონას წარმოადგენს, თავისი სტილით, თავისი ესთეტიკით, თავისი მომხიბვლელობით. ზუსტად ეს არის კუროებისათვის დამახასიათებელი, არა ზედმეტი გაპრანჭვა ან გადაპრანჭვა, არამედ ბუნებრივი სილამაზისაგან დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შექმნა. მადლობა ძვირფასო კუროებო ყურადღებისათვის, იმედი მაქვს თქვენთვის საჭირო, საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეთ დღევანდელი საუბრით. წარმატებები!